ქალებში სამჯერ უფრო ხშირია შაგიკი და მიაწერენ ამას ესტროგენების კონცენტრაციის ნაირ გვარობას, ანუ ქალურ ჰორმონებს. უბრალოდ თავის კივილი, უბრალოდ გავრცელებითაც, ძლიერითაც შაგიკი არის გამოკვეთილი, უნარობით მიმდინარე და საკმაოდ ხელისშემშლელი. სტრესი, უძილობა და შიმშილი. მაღალი მტკიცებულება აქვს წითელ ღვინოს. შემდეგ მოდის თირამინით მდიდარი ყველი. თირამინით მდიდარი ყველი ეს არის დაძველებული ყველი. არის ისეთი ეგზოტიკური დანამატები ასევე, საკვების დანამატები, რომელსაც ჩინური რესტორანის თავის კივსაც ეძახიან, ჩინური კერძების და აღმოსავლური კერძების მოსამზადებლად იხმარება ნატრიუმის გლუტამატი და ზოგჯერ იწვევს შაგიკის შეტევის პროვოცირებას, ან წაქეზებას, ან დამოუკიდებელ თავის კივს. თავის კივის იწვევს სიზარღვების შევიწროება. ბოტულინოთერაპია შაგიკის მკურნალობის პრევენციის ერთ-ერთი სარეზერვო მეთოდია, რომელიც იხმარება რა თქმა უნდა არა პირველ რიგის შემთხვევებში, არამედ სხვა წარუმატებელი მეთოდების გამოყენების შემდეგ. ამ დროს ადამიანის გამღიზიანებას 10-ჯერ უფრო მეტად შეიგრძნობს. შესაბამისად 100 ვატიანი ნატურა 1000 ვატიანად 10 დეციბელი მას დონეა 50-100 დეციბელი. სუნი გამკვეთრება ხდება. ადამიანებს რომლებსაც განსაკუთრებით არ უყვართ ტკბილის უნამოები, მათ ძალიან დიდ ნაწილს აქვს შაგიკი.